მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით მედია წიგნიერების კვირეული უკვე მეხუთე ტარდება, ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად. მაკად ახუნდარიძე შემოგვიერთდა კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ქალბატონო მაკა, მადლობა სკიხთით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით თქვენც. საქართველოში უკვე მეხუთე ტარდება მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედია წიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. მოდით გითხარით, რა იყო მედია წიგნიერების კვირეულის მთავარი იდეა, ამ იდეის წამოწყების ძირითადი მიზეზი და მიზანი. კი ბატონო, სწორად აღნიშნეთ, რომ კომუნიკაციების კომისია უკვე მეხუთე წელი აღნიშნავს იუნესკოს გლობალურ კვირეულს, მედია წიგნიერების გლობალურ კვირეულს. საქართველოს და კომუნიკაციების კომისია, როგორც მედია წიგნიერებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, 5 წლის წინ შეუერთდა ამ ინიციატივას, რეზოლუციას, რაც გულისხმობს საზოგადოებაში და გაეროს ქვეყნების მიერ მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ სხვადასხვა ღონისძიებების ციკლს და აღნიშნავთ ძირითადად ეს ჩვენი სამიზნე აუდიტორიისთვის, როგორიც არის მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი, თუმცა და ასევე აუცილებლად ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ შევხვდეთ და შევაჯამოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად რა გავაკეთეთ და რისი გაკეთება არის კიდევ შესაძლებელი ამ მიმართულებით. და ასევე ყოველთვის საინფორმაციო კამპანია ახლავს ამას, უფრო ფართო აუდიტორიისთვის, რომლის ფარგლებშიც საუბრობთ ძირითად გამოწვევებსა და მედია წიგნიერების მნიშვნელობაზე. კეთილი. რა ცვლილებები და პროგრესი აღინიშნება ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც ეს კვირეულები ტარდება, დარწმუნებული ვარ, რომ თემა ძალიან აქტუალურია და რა გამოხმაურება აქვს საზოგადოების მხრიდან. დაგეთანხმებით, რომ ცვლილებები არის და ჩვენ ამას ვაკვირდებით ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტების ფარგლებში, იმიტომ რომ წლიდან წლამდე და მათ შორის ცნობიერებაც საკმაოდ ამაღლებულია, წლიდან წლამდე მონაწილეთა რიცხვი იზრდება, მაგალითად ყოველი ახალი დაინიცირებული პროექტის ფარგლებში და ალბათ ჯობია რომ ჩამოვთვალო რა ღონისძიებები შევთავაზეთ ჩვენ საზოგადოებას ამ კვირეულის ფარგლებში, ყოველწლიურად აღნიშნავთ ხოლმე მედია წიგნიერების დღეს სკოლებში და ეს ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი თქვა ღონისძიება არის. აქაც მონაწილეობა სკოლების არის ძალიან მაღალი. სკოლებში იმართება მედია წიგნიერების გაკვეთილები, არ ვიცი, იქნება ეს პოსტერების შექმნა, აუდიოვიზუალური მასალის შექმნაც მათ შორის და ასე შემდეგ, რომლის შესახებაც ჩვენ გვაწვდიან ინფორმაციას. ასევე სასკოლო საზოგადოებისთვის შარშანი იყო და წელს მეორედ უკვე შევთავაზეთ მედია წიგნიერების ოლიმპიადა, ეს არის კონკურსი, რომელიც მასწავლებლებისა და მშობლებისგან არის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან არის დაკომპლექტებული. შარშან პირველად იყო ეს ინიციატივა და 3000-მა მოსწავლემ იყო სხვადასხვა სკოლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ესეც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აქ რეგიონების მხრიდან არის ძალიან აქტიური მონაწილეობა. ასევე წელს პირველად დავაანონსეთ და შევთავაზეთ უკვე უნივერსიტეტებს და სტუდენტებს კვლევითი კონკურსი მედია წიგნიერების მიმართულებით და ველოდებით უკვე შედეგებს ნაშრომების კუთხით. გვაქვს ძალიან კარგი პრიზები ყველა კონკურსში, ვცდილობთ რომ ამით მოტივაცია შევქმნათ. მე მგონი 15 ნოემბრამდეა ვადა, ხომ? თუ ახდები ამ კონკურსში მონაწილეობის. სტუდენტური კონკურსი, ასევე სტარტაპებისთვის და იდეების გენერირებისთვის გვაქვს მედია წიგნიერების ჰაკათონი, რომელსაც უკვე არაერთხელ ვატარებთ. ესეც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვცდილობთ ხოლმე რომ პარტნიორებთან ერთად დავაორგანიზოთ შეხვედრები კონფერენციის სახით და ვიმსჯელოთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დგას ხოლმე ამ სფეროში, ხო, ეს არის ის შესაძლებლობები და მათ შორის საფრთხეები, რომელსაც
დღევანდელი ციფრული სამყარო ქმნის ხოლმე და წელს ორი კონფერენცია ჩატარდა. პირველი ეხებოდა UNESCO-ს გლობალური კვირეულის ძირითად თემას, რომელიც არის გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე. წელს გაეროს ქვეყნები ზუსტად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე და საფრთხეებზე მსჯელობდნენ და ჩვენც აუწყეთ მხარი მოკლედ ამ ინიციატივას და ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა ამ კონფერენციის ფარგლებში და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ შექმნა ხელოვნური ინტელექტის ესე იგი ფაქტობრივად ჩვენ თანამშრომელი კაი, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში პოპულარობა მოიპოვა. ქართულად მოლაპარაკე ხელოვნური ინტელექტი, ხო? ბატონო, რომელიც ფაქტობრივად გვეხმარებოდა ჩვენ კონფერენციის წარმართვაში, მან გახსნა კონფერენცია და მოდერაციაც. კაი საკმაოდ ესეთი ძალიან როგორც თქვი მოკლე ხანში ავტორიტეტულ ესე იგი გმირად მოგვევლინა ძალიან უშუალოა მეგობრული მაღალი კომპეტენციის მქონე ამავე დროს და რა თქმა უნდა ისიც აღიარებს რომ ისიც იმ ინტელექტის ესე იგი როგორ ვთქვა მფლობელია რომელსაც მოსდის შეცდომები ყველას მოგდის შეცდომები მათ შორის ხელოვნური ინტელექტსაც ეს არის დასაფიქრებელი. გადაცემას მინდოდა წარმედგინა ვინ არის კაი თქო, მაგრამ მე მივხვდი რომ რა არის კაი უნდა მეკითხა ჯერ. კი ბატონო, კაიც აღიარებს რომ მოსდის შეცდომები და რომ ჩვენ გვმართებს ხელოვნური ინტელექტის გონივრული მოხმარება. არავინ ამბობს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი არ უნდა გამოვიყენოთ, უბრალოდ ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ მისი სწორი, მიზნობრივი გამოყენება. ეს არის ზუსტად ის, რაც მედია წიგნიერების კომპეტენციებთან და უნარებთან არის დაკავშირებული, ის რომ აი ამ ზღვა ინფორმაციის პირობებში ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ინფორმაციის გაანალიზება, შეფასება და სწორად გამოყენება. ახალგაზრდებს მინდა დავუბრუნდე, რამდენად მნიშვნელოვანია მედია წიგნიერება მათთვის, თანამედროვე საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, აი ეს ჭრილი რომ დაგვანახოთ. კი ბატონო, მოკლედ ტექნოლოგიები იმდენად უკვე აქტიურად არის შემოჭრილი თანამედროვე ცხოვრებაში, რომ მედია წიგნიერების მნიშვნელობა, ციფრული კომპეტენციების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. თუმცა არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ და დავეციოთ ტექნოლოგიებთან ერთად იმ კომპეტენციებით იმას, რომ შევძლოთ აი ამ ზღვა ინფორმაციის გაანალიზება და ძირითადად და ეს ყველა კვლევა აჩვენებს ამას, რომ ახალგაზრდები ძირითადად ახალგაზრდებს უწევს ციფრულ ამ სივრცეში ნავიგაცია. შესაბამისად, მათი ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით თუ როგორი მნიშვნელოვანია და რა უნარებს უნდა და ტექნიკებს უნდა ვფლობდეთ იმისთვის, რომ შევაფასოთ ეს ინფორმაცია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დაკავშირებული კრიტიკულ აზროვნებასთან, რომლის სწავლებაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იგივე ზოგადი განათლების მიმართულებით და ასევე, რა თქმა უნდა, ყველასთვის. აი გამოხმაურებებზე მინდა კითხოთ, რა უკავშირი გაქვთ ახალგაზრდებისგან, საზოგადოებისგან, სად არის თქვათ მთავარი გამოწვევა დღეს და იმ ოქროშუალედის მოძებნა, რაც ერთის მხრივ მედია წიგნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის და მეორე, თქვათ, იგივე იმ ციფრული შესაძლებლობებისთვის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის, როდესაც ესაუბრებით, როდესაც გარკვეული დისკუსიები არის, რა ტიპის პრობლემები იკვეთება ხოლმე აქ. სად გვჭირდება ყველაზე უფრო მეტად, თქვათ, ეს ნაწილი. კი ბატონო, კომუნიკაციების კომისიამ უკვე მეორე წელია ჩამოაყალიბა ხედვა და სტრატეგია მედია წიგნიერების განვითარების კუთხით და ეს ეხება ისე როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით მედია წიგნიერების ინტეგრირების, ფორმალური განათლების მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები. 3 წლის წინ ამისთვის შეიქმნა ჩატარდა კვლევა თუ სასკოლო საზოგადოებაში რა იყო საჭირო იმისთვის, რომ მედია წიგნიერება როგორც არჩევით საგნად ყოფილიყო შეთავაზებული, ამისთვის შეიქმნა მედია წიგნიერების სტანდარტი, მედია წიგნიერების სახელმძღვანელო სტანდარტზე დაფუძნებული, ეს უკვე მასწავლებლებისთვის, რომ მათ ქონოდათ დასაყრდნობი რესურსი
და ასევე გადამზადებულია 1600 მასწავლებელი. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ხელშესახები შედეგები ვახსენე თუ კი პირველ წელს მედია წიგნიერების საგანი საპილოტედ და ეს ნამდვილად არ ვიცი გმირობის ტოლფასი იყო ზუსტად ახლა სანამ თქვენამდე მოვიდოდი დისკუსიას ვესწრებოდი მასწავლებლები რომელმაც აირჩიეს მედია წიგნიერება ასეთი 6 სკოლა იყო 3 წლის წინ შემდეგ შარშან უკვე სასწავლო წელს 227 სკოლა აირჩია მედია წიგნიერების საგანი და წელს უკვე 300 სკოლა ანუ ეს არის ზრდადი მოკლედ მაჩვენებელი ინტერესი იზრდება მნიშვნელობას აცნობიერებს ისევ როგორც სასკოლო საზოგადოება ყველა ჩართული მხარე და შესაბამისად ჩვენც ვცდილობთ რომ რაღაცა мотиваცია ავამაღლოთ ჩვენ სამიზნე აუდიტორიაში ისევე როგორც მნიშვნელობა დავანახოთ ყველა. რადგან თემა ასეთი აქტუალურია, მე ახლა ბოლოსკენ მინდა გთხოვოთ რომ გითხრათ როგორ გაგრძელდება რა ფორმით მედია წიგნიერების კვირეული მომავალში და რა მიმართულებები შეიძლება კიდევ თქვათ აითვისოთ. აუცილებლად ჩავატარებთ და აღვნიშნავთ მედია წიგნიერების კვირაულს მომდევნო წლებში და ყოველთვის ვცდილობთ რომ რაღაცა სიახლეებით ესე იგი ვიყოთ წარმოდგენილი კვირაულის ფარგლებში და ეს ვაკეთოთ არა მხოლოდ ჩვენ არამედ ჩვენ პარტნიორებთან ერთად მედია წიგნიერების კვირაულის მხარდამჭერი არის ხოლმე ყოველთვის აქამდეც და მომავალშიც იქნება განათლების სამინისტრო, ისევე როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი და სხვა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენთან ერთად ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს მედია წიგნიერების მიმართულებით. ალბათ აქ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ ძირითად სამიზნე აუდიტორიასთან ერთად მოვიცვათ ის თქვათ ჯგუფები, რომელთანაც თქვათ ნაკლებად მიგვიწვდება ხელი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, ესე იგი, გაიგოს თუ რა არის მედია წიგნიერება და რატომ არის ეს ესეთი მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მაგა დახუნდარიძე კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.